და ორ სიტყვაში ვიტყვი, ჩემს აზრს რაც გამომიმუშავდა, თქვა თელი ამ ყველაფრის მერე რაც მამა გაბიოს ვიცნობდა წამიკითხავს. საქართველოს მართლა არაფერი არ ეშველება სანამ ჩვენ არ მიხვდებით, რომ აცხონი უფალო ერიშენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ხომ არის ლოცვა? ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა, ღვთივ გვირგვინ ოსანსა, კეთილ მორწმუნესა მეფესა ჩვენსა მოანიჭე, ერიშენი საფაროცა ქვეშემისა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ უფალო დიდება შენდა. ანუ ერმა კელიაში თუ ეკლესიაში თუ ღმერთს არ შეევედრა და არ მიმართა, რომ იქნებ მინებო ჩვენ უგრისების თავზე პატრონი გამოგვიჩნდესო, თუ ესეთი პატრონი კი არა, რომელსაც არასწორად ეთაყვანებოდნენ პრეზიდენტებსა რა, იმედი ჰქონდათ მათი. არამედ მეფე, ღმერთისგან ცხებული, რომელიც მადლს იღებს ცხებისას, შედის საკურთხეველში, ანუ მეორე მილიონი ეცხება, ხო მამებო? შედის საკურთხეველში და პატრიარქთან ერთად ეზიარება. რომელ მეფეს აქვს, რომელ პრეზიდენტს აქვს უფლება პრემიერ-მინისტრს ეზიაროს საკურთხეველში პატრიარქთან ერთად. ანუ იქიდან ეს ორი უმბერაზი, არწივის ორი ფრთა გამოდის საკურთხევლიდან, ერის სასიკეთოდ მიუძღვის ერს წინ, ერი მიყვება და გაყვება ქართველი ერი. აუცილებლად გაყვება, მაგრამ მანამდე მოვამზადოთ ჩვენ, ვისაც ტელევიზიები გაგვაჩნია, ვისაც რაღაცა გაგვაჩნია სიყვარული უფლისა და ერთმანეთის, ქართველ ერმა უნდა გაიგოს, რომ არ შეიძლება ჩვენი ესე ყოფნა. კაცო, რომანებში უნდა ვკითხულობდეთ, მაგრამ მეფის ამბავს. არ კიდათ რომ ისი არ მოუკვდეთ, რომ ერთხელ დავინახოთ ქართველი მართლმადიდებელი ცხებული მეფე რა, პატრიარქთან ერთად გამოსული. და წმინდანინო ჯვარიც ხო არის ესე, ხო? თავის დროზე ხო ესე იყო? ისევ გაიმართება თურმე მისი ფრთები, რადგან პატრიარქი და მეფე ეს არის აი სწორედ სიმბოლო იმ არწივის ორი ფრთისა, რომელიც ბიზანტიის იმპერიის აი მათაც არის სიმბოლიკა შესული. და წმინდა ნინო კიდე უნდა ვიწყოთ. მისი საფლავზე ხო თქვა გაბრიელმა, როგორც წმინდა ნინო არისო საფლავშიო, მირონი მოძისო, მეც ისე ვიქნებიო. ანუ ჩვენ გვაქვს მომავალში აი ამის ახდენის მომოდინი. თუ კარგად ვიმოცებთ, თავს დავიმდავნებთ და ამ ამპარტავნებისგან გამთავისუფლდებით, როგორია რომ ჩვენა ვართ რაცა ვართ, ღვთისმშობელია რაც არის. მისი კურთხევითაა რომ ჩვენ დღემდე მომედით აწყურის ხატი დღემდე დავიწყებულია. პირველი ხატი რომელიც ჩამოგვცანდა საქართველოში ანდრიას მიერ მოციქულის და როდესაც ქრისტემ აღთქმა უთხრა ღვთისმშობელს რომ აი ეს ხატი იქნებაო შენს წინ ანუ შენს მაგივრად ცველი და მფარველი ივერიისაო. ქრისტეს აღთქმა გვაქვს დავიწყებული როგორ მოვიგებთ ომებს. ეს ხატი უნდა მიგვიძღოდეს. ტაძარი დაანგრეული და გადაანგრეული გაწყურში უზარმაზარი კომპლექსი. ივერიის ხატი ხალხო 999 წელს შემოვიდა ათონისფრაზე. ანუ 1000 წლის მერე აწყურის ხატის მერე. ეს მიდა ეს ახლა დავიწყებული და ეს უნდა გავიხსენოთ. ყველა ტაძარში უნდა დაკიდონ ეს ხატი აწყურის ასლი და პარაკლისები უნდა გადავიხადოთ ვერედროთ ჩვენს მფარველ ერის მფარველ აწყურის ხატს და მუზეუმიდან გამოვაგზავნოთ როდესმე ხო წერს გაბრიელი. სანამ როდის გამწყდება რა გამწყდება საქართველოს მანამდე არ ასწრებული თუ აჯის ხატი არ გამოვიდაო მუზეუმიდან აწყურის ხატი არ გამოჩნდაო და ივერის ხატი არ დაბრუნდაო ესე იგი ათონის ფრთიდან. აი ნახეთ როგორი ამოცანა გვიდებს ეს წინ. ჩვენ კიდე მარტო ევროპას გავიძახით. მოდი რა ამაზე ვილაპარაკოთ არ ჯობია. მადლობა დიდი.